ირანული ხალიჩებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა ბათუმში დღეს დაიწყო. საგამოფენო ცენტრი ბულვარში საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. გამოფენაში სხვადასხვა ირანული კომპანიების წარმოებული ნივთებია წარმოდგენილი. გამოფენა გაყიდვა მიზნად ირანული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს. გამოფენის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთან ილბერიძე, რეგიონის მინისტრთა კაბინეტი, სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები და ირანის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ესწრებოდა. გამოფენა გაყიდვა 5 დღე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზებას ექსპო ბათუმი 2009 და ირანული კომპანია რაქარ თეჯარათი უწევს. პირველად ტარდება საქართველოში და სასიხარულოა რომ ბათუმში, ჩვენს რეგიონში ირანული ხალიჩების და თვითნაკვეთობი ნივთების გამოფენა თან გაყიდვა იქნება. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონის ვიზიტორები გაეცნობიან სოფლიოში ცნობილი ირანული ხალიჩების ნიმუშებს. ირანული ხელნაკეთი ნივთები ბათუმში 5 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. ვიმედოვნებთ, რომ ქართველებს მოეწონებათ აქ ნაჩვენების სხვადასხვა სახის ნაწარმი. ამ გამოფენით გვინდა ვაჩვენოთ საქართველოს თუ როგორი მდიდარი ტრადიციების და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამოფენა გაყიდვა, რადგან ამით ჩვენი ხელნაკეთი ნივთები ქართულ ოჯახებში მოხვდება.